მოკლედ მინდა მოგიყვეთ ერთი ცოტა უცნაური ისტორია, რომელიც აი ამ უცნაურ ნივთს უკავშირდება. 2005 წელს ვიყავი კოპენჰაგენში რამდენიმე დღით და ქალაქის ცენტრში ესეთი ბაზრობაა ხოლმე ყოველ შაბათს. იქ ვიყიდე ვიღაცისგან აი ეს ნივთი, კაჟისგან დამზადებული ქვის იარაღი, რომელიც ძალიან საინტერესო მგონია, იმიტომ რომ აი მას რო უყურებ რაღაც ბევრი საინტერესო აზრი მომდის თავში. აქეთა მხრიდან როგორც დანა არის ძალიან ბასრი, ამით ალბათ შეიძლება ტყავის გაჭრა და აი ხა როცა ამას უყურებ, ხო, მისი გამოყენება შეიძლება როგორც კარგ საქმეში, თქვა ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრების პირობები გავაუმჯობესოთ, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება ცუდი მიზნებითაც, როგორც იარაღის, ხო? აი დღეს ახლა ჩვენ თითქოს იმ ეპოქას დავშორდით მრავალი ათასი წლით და ბევრად მეტი შეგვიძლია ვიდრე ამ ქვის იარაღის შემქმნელებს, მაგრამ დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. აი ამ წიგნს, რომელზეც წინა ვიდეოში ვილაპარაკე, ქვესათაურში ესაა ზუსტად, რომელმაც აღმოაჩინა ასე ვთქვათ, მეცნიერების მშვენიერება და საშინელება ერთდროულად. ესე იგი, the beauty and terror of science. აი ძალიან საინტერესო და თავიდან ცოტა უცნაური მომეჩვენა ეს სათაური. მეცნიერება მშვენიერია, მაგრამ ამავე დროს საშინელია. შეიძლება მეცნიერება საშინელი იყოს. საქმე იმაშია, როგორ გამოვიყენებთ მეცნიერებას. ანუ როგორ იქნება ჩვენი დამოკიდებულება იმისადმი, რაც მეცნიერულ ცოდნას შეადგენს. ხო, ამის საუკეთესო მაგალითია ატომური ენერგია, ბირთვული ენერგია, რომელიც აღმოვაჩინეთ მე-20 საუკუნის 30-იან 40-იან წლებში და რომელიც ერთი მხრივ არის სიკეთის მომტანი, რა თქმა უნდა, როგორც ენერგეტიკის ძალიან პერსპექტიული მიმართულება, მაგრამ ამავე დროს არის უდიდესი საშიშროება, რომელიც მთელ კაცობრიობას მას შემდეგ თავს ადგენს. ისე რომ აი ეს ქვის იარაღი, ასე ვთქვათ, თითქოს სიმბოლოა და ასე ვთქვათ, გვაგონებს იმას, რომ ყოველთვის უნდა ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ იმას, რასაც ვაკეთებთ და ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ მეცნიერება იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მშვენიერი გახდეს და არ გახდეს საშინელი. ეს მინდოდა მეთქვა.